ბევრისთვის დილა იწყება არა ყავით, არამედ აი ამ პაკეტებით, რომელსაც 3-ში ერთ ეძახიან, მე კიდე 3-ში გრძელს ვეძახი. აი, როგორი ბოროტი უნდა იყო, რომ ამას აწარმოებდე და ხალხს ყავატენიდე. ბევრი ვარ გავაგზავნე დღეს მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში მოლეკულურ დონემდე დაგიშვი. რას ვსვამ, როცა აი ამ ერთჯერად ყავებს ყიდულობ და რატო ტანჯავს შენს ორგანიზმში ამ ფერადი ბომბის ხრუპით. მოდი ჯერ საერთოდ იმით დავიწყოთ, როგორ ხდება ყავის მარცვალი, ესეთი ხევადი ფხვნილი. ყავა გვაქვს ორი ტიპის, რობუსტა და არაბიკა. ალბათ გსმენია. ყავისთვის კოფეინი, რომელიც ჩვენ გვაფხიზლებს, თავისთვის, მცენარისთვის არის ბუნებრივი პესტიციდი. ეს არის თავდაცვითი ფაქტორი, რითაც მცენარე და ნაყოფი თავს იცავს ნებისმიერი სხვა შემომტევისგან, მწერებისგან, პარაზიტებისგან. დავიწყოთ ახლა ეს ორი ყავის გარჩევა და დავიწყოთ რობუსტათი, რომელიც იზრდება ზღვის დონიდან შედარებით დაბლა. რახან მეტ მწერთან, მეტ პარაზიტთან უწევს შეხება, მიასში კოფეინის რაოდენობაც უფრო მაღალია. ბუნებრივად თავდაცვის მექანიზმებისთვის ჩვენთვის რობუსტა უფრო ძლიერია და კოფეინის შემცველობაც დაახლოებით 2,2-3,7% აქვს, რომელიც ბევრად უფრო მაღალია ვიდრე არაბიკა, რომელიც როგორც წესი ზღვის დონიდან უფრო მაღლა იზრდება. ნაკლებ მწერთან, ნაკლებ პარაზიტთან უწევს შეხება, რის გამოც კოფეინის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების ჩართვა ესე ძლიერად არ უწევს. ნაკლები კოფეინი აქვს, თავის ენერგიას მცენარე და ნაყოფი ახარჯავს მეტი ნახერწყლების, მეტი არომატების და მეტი პოლიფენოლების წარმოქმნას, რის გამოც არაბიკა რობუსტის შედარებით უფრო მსუბუქი, უფრო არომატული და უფრო გემრიელი დასალევია. მე როცა ამ ყავის მარცვალს ვკრებენ, თითოეულ მარცვალს აქვს თავისი ხარისხი. ეს ხარისხი განსხვავდება მარცვლის ზომით, განსხვავდება რამდენად დააზიანებს პარაზიტებმა კონკრეტული მარცვალი, ასევე განსხვავდება ჯიშით, როგორც გითხარი რობუსტაა თუ არაბიკა. აი ამ მოკრეფილ მარცვლებს მე ატარებენ ფილტრში. ეს ფილტრი წარმოქმნილი არის დიდი საცერი. ამ საცერში ზომა დაყენებულია ისეთზე, ისეთ ყავის მარცვალზე, რომლის ზომაც უფრო ჯანსაღია, რომელიც ნაკლებად დაზიანებულია. ამ ფილტრს რომ გამოივლის ეს ჩემი ყავის მარცვლები, რომელიც ხარისხიან და ვარგისიან ჩერთულობა რჩება, აი, ნაკლებად ხარისხიანი ნაწილი, რომელიც რჩება, მიდის და იწყება ჩემი ხსნადი ყავის წარმოება. ეხლა რა თქმა უნდა, უხარისხო ყავას გასმევ მარცვლები თუ არავინ გეტყვის, მაგრამ დამჯერე ეს ხდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უხარისხოა, ეხლა მაინც მარცვალი მაქვს, როგორ მივიღე მარცვლისგან ესეთი ხსნადი ფორმა, რომელიც წყალში მარტივად იხსნება და კრისტალური მარცვლობრივი სტრუქტურა აქვს. ყავის მარცვალს ორი გზით გადააქცევენ ჩემ ხსნად ყავას. პირველი გზა ეს არის სუბლიმაცია, იგივე შრალი გაყინვა. აი მაგალითად ეს ხდება იაკობს მონარქში ან კარტნუარში. რა ხდება? ყავის მარცვალი ჯერ ხდება ძალიან ცივ გარემოში, -40 ტემპერატურაზე გრადუსზე ყინავენ, რის შემდგომადაც აშრობენ. აი ამ პროცესით ჩემი ყავის მარცვალში არსებული გემოები, ანტიოქსიდანტები, პოლიფენოლები უფრო ნარჩუნდება. მართალია, შედარებით ნაკლებად ხარისხიანი მარცვლისგან მივიღეთ, თუმცა ხსნადად გადაქცევის პროცესში არაფერი მეკარგება თითქმის. ამიტომ აქ დაცული ვარ. მეორე ესეთი პროცედურა, ერთით შემიძლია ხსნადი ყავა მივიღო, არის შესხურებითი გაშრობა. ანუ სპრეი დრაინგი, რომელსაც ნესკაფე იყენებს და რომლის პროცესიც ბევრად უარესია, ვიდრე იაკობსის მიერ გამოყენებული მშრალი გაყინვის პროცესი იქნებოდა. რა ხდება? ნაცვლად გაყინვისა, აქ უკვე ძალიან ცხელ ჰაერში 150 გრადუსში ვაშხურებთ ყავის ექსტრაქტს. რის გამოც ვიღებ ფორმას, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ნახეთ, თუ ავიღებ ჩემ კარტნუარს, არის კრისტალური მარცვლობრივი სტრუქტურა. ისევე როგორც ჯაკობსშია. ნახე? აქ შიგნითვე ჩანს. რა შეხება ნესკაფეს? თითქოს უფრო გაცრილი პატარა ისენია. ნახე? ეს არის ფხვნილი, ეს არის კრისტალური სტრუქტურა. ერთი არის მიღებული გაყინვის პროცესით და გაშრობით, მეორეა მიღებული შეშხურებით გაშრობით. რა განსხვავებაა ნუტრიენტულად ამ შორის? აქ პოლიფენოლები და გემო არ მეკარგება. აი აქ ჩემი არომატული ნახშირწყლები და არომატული ზეთები, რომელიც ყავაშია, მაღალ ტემპერატურაზე განიცდის წვას. რის გამოც ყველაფერი სარგებელი, რაც ყავას ხონდა, დაკარგული აქვს და პირიქით მეტი ნეგატივის მომცემით შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმისთვის. მაშინ როცა შენი ფიქრებდი, ორივე ხსნადი ყავა, არაფერი შერეული არ აქვს, არ აქვს შაქრები, ეს არის ორივე ყავა. ამხელა განსხვავებაა წარმოების პროცესის გამო კარტნუარსა და ჯაკობსა და ნესკაფე კლასიკს შორის. ანუ რა გამოვარკვევთ, კომპანიებს აქვთ ერთჯერადი ყავის ყავა მხოლოდ, რომელიც დამზადებული ორი განსხვავებული პროცესით, უმეტესობას და უპირატესობას ვანიჭებ ესეთ კრისტალურ მშრალი გაყინვით მიღებულ პროცესს. იმიტომ რომ ამაში ყავის გარდა არაფერია. რამდენი ყავა? 1,8 გრამი, რომელიც თითქმის არაფერია. მასში კოფეინის რაოდენობა დაახლოებით 50 მგ-ია. ეს არის მინიმალური რაოდენობა შენი ტვინის რეცეპტორებს მოეფეროს კოფეინი და ცოტათი გამოგაფხიზლოს. ეს იგივეა, როცა ხშია მინიმალურად დაგაპურო, ან არ ვიცი, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი რაც გვაქვს, აი ესე მინიმალურად გამოგაფხიზლოს
ყავის ფუნქციას შეასრულებს ერთჯერადი თუ ორს გააკეთებ ერთად, უკვე 100 მგ კოფეინი გაქვს, რომელიც შეასრულებდა ნამდვილად ყავის ფუნქციას. 1 ულფა კოფეინს 100 მგ-ს მიიღებდი ორის გაერთიანებით. ეხლა არ გაინტერესებს აი ამ სამში გრძელში რა აქვს გარეული, დავიწყოთ ჩემი ბავშვობის ჩემპიონით. მაკოფეთი, რომლის დალევა ჩემთვის იყო დღესასწაული და მე რომ დავფიქრდი რატო იყო დღესასწაული, იმიტომ რომ ამ დალოცულში 20 გრამიანი შეფუთვიდან 14 გრამი შაქარია, 67% მთლიანი პროდუქტის არის შაქრები. ყავა რამდენი აქვს? 1.6 გრამი. ჯერ ეს 1.8 გრამი რა იყო, რაცა გითხარი. და ეხა 1.6 გრამი რას გაფხიზლავს? რეალურად ყველაფერი, აფეთქება, გემოები, გამოფხიზლება და ენერგია რასაც გრძნობ, მოდის შაქრებიდან, აქ და არა ყავიდან. რომელიც გამოიწვევს ინსულინის გიჟივით ნახტომს, იმიტომ რომ სისხლში გლუკოზა მიერთიანად შეათხრაშუნე და როცა ჩახრუპე ეს შენი მაკკოფე, რის გამოც აქედან საათ ნახევარში შენი გლუკოზაც, შენი ინსულინიც დაბლაწავა და მოგინდება ახალი ენერგიის წყარო. მე მეორე მაკკოფეს დააყუმბარებ და მთელი დღე თხევად ნამცხვარს ჭამ, ისე რომ არც იცი. მაგრამ დანარჩენი დანამატი რა არის მაგაში არ გაინტერესებს, რატომ აქვს კრემობრივი სტრუქტურა, რაც ცხიმებია გაკეთებული აქ, გიწერენ რომ მცენარეული ცხიმებია გამოყენებულიო, მაგრამ აბა ცოტა ხანში გეტყვი, რატომ არის ეს ყველაზე ცუდი რაღაც, რაც ლეგალურად ჩვენს მაღაზიებში იყიდება. გადავიდეთ ახლა ჩვენ სტანდარტულ 3-1 კომბინაციებზე. ეს არის პირველი იაკობსის ინტენსი, რომელიც ნაყიდი მქონდა, თუმცა ჩემ ერთ-ერთმა სტუმარმა დალიარის გაბოთ ლუკა, ამოაგდე ინტენსი. ეს არის 3 კომბინაცია ერთში. აქაც ყავა მინიმალური რაოდენობით მაქვს, რომელიც მხოლოდ ესეთი მოეფათურება ჩემი ადენოზინის რეცეპტორებს გამოსაფხიზლებად, მაგრამ რა მაქვს? 67% ინტენსშიც არის შაქარი. ნახეთ მეგობრებო, ეს ყავები ერთმანეთს გავს, მაგრამ მაინც განსხვავდება. ყველგან ნახავთ რომ წამყვანი არის შაქარი, ამდენი ხანია შაქარზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ყავის რაოდენობა ძალიან ცოტაა. 67% შაქარია, დანარჩენი მოდის ყავისგან და დანამატებისგან. საინტერესო ამბავი. აქ არა მარტო შაქრებს იპოვი, არამედ იპოვი ხელოვნურ დამატკბობლებს, ასპარტამს და აცესულფამ კალიუმს, რომელიც სიგიჟია ამ კომპანიამ გადაწყვიტა შაქარი და შაქრის ხელოვნური ჩამოცვლელი ერთად მოეცვა ჩვენთვის, რატომ? იმიტომ ეს არის რეცეპტორებისთვის ბუმი გაგიკვირდება და შაქრის ხელოვნური დამატკბლები უფრო ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი იქნებოდა, ანუ ეს მივიღე ჩემს პირისგულში ბუმი ტკბილის და ამასობაში ბუმი მივიღე შაქრების, როცა ნაწლავს მიწვდა უკვე ნამდვილი შაქრები, რომელიც დამატებული. ეს არის, არ ვიცი, ჩემი ორგანიზმის ევოლუციური შოკი, როგორ მოხვდა ჩემ ორგანიზმში ერთად რაღაცა, სადაც ბუნებრივი შაქრები და შაქრის ხელოვნური ჩამოცვლები ერთად აქვს. Mind blow ისევ. ხიდა მეჩულებს. გარდა მაგისა, მეგობრებო, ვიცით რომ აქ ბევრი ემულგატორი და სტაბილიზატორია შერეული და ყველაზე საშიში ჩემთვის, რასაც აქ ვიპოვი, არის E452, რომელიც არის პოლიფოსფატი. პოლიფოსფატი ყავაზე გაიგია ალბათ, რომ კალციუმს აცლის ორგანიზმსო. ყავაზე ეს ჯიში არარელევანტურია, ნამდვილად კოფეინი ამცირებს კალციუმის შეწოვას. თუმცა პოლიფოსფატი არის ის, რადგან ჯიში მაქვს რომ კბილებიდან და ძულებიდან, ანუ უკვე კალციუმის წყაროებიდან კალციუმი გამოზიდოს. რა თქმა უნდა, ხა ეს ოდენობა რაც ერთ ყავაშია, ძულებს და კბილებს არ დაგაცლეს, თუმცა საყურადღებოა დიდი ოდენობით ყოველ შესვენებას თუ გადიხარ და დღეში 3 ესეთ მუტანტს მიირთმევ. აი ახლა ყველაზე კოშმარი ბოლოსთვის შემოვიდავე. ეს არის კარამელ ლატე. კიდევ ერთხელ შედიხარ და გეგონება რომ ყველა ერთმანეთს გავს. ვიფიქრე რომ თუ ნაგავია ეს ინტენსიც, ეს ლატეც ნაგავი იქნება და არელი რომ ამდენად დიდი განსხვავება შეიძლება იყოს ნაგვების ხარისხს შორის. აი ეს კარამელ ლატე არის ყველაზე ნაგავი, რაც კი შეიძლება მიიღო. დაახლოებით 75% აქ შაქრებია. ანუ ყველაზე მეტი ჩამოთვლილს შორის მაკკაფე რაოდენობაში ჯობნის. პროცენტობით კარამელ ლატეში შაქრის რაოდენობა ყველაზე მაღალია. გარდა ამისა, ჩვენს სიამოვნებას, რომელიც რასუნია მოუშვა ჯოჯოხეთის. ეხლა დააკვირდი. ყავს ხედავ სადმე? ჯერ ეს ერთი. სტრუქტურას დააკვირდები. ნახავ რომ აქ ყავა რაც არის მიღებული იგივე პროცესით, რომელიც Nescafe Classics დაუწუნეთ და Jacobs Classics სტანდარტულს მოუწონეთ. თუმცა აი ამ სამი ერთში ისევ ყველაზე ცუდი პროცესირებით მიღებული ხსნადი ყავა მაქვს და ამასობაში აი აქ ყავა არცადაა. აქ არის შაქრები, აქ არის გემოები და აქ არის დამატებული ცხიმები, რომ ამ კარამელ ლატეს თავისი ცხიმოვანი სტრუქტურა ქონდეს. და არ გაინტერესებს რა ცხიმები აქვს დამატებული. ეტიკეტში, რომელსაც ესე მარტივად ვერ წაიკითხავ, იმიტომ რომ ვარსკვლავებს რო უყურებ, ეგეთი ტელესკოპი გჭირდება. ეხა სიტყვაზე მენდე არის ბოლომდე ჰიდროგენიზირებული ცხიმები. რაც არის ძალიან ლამაზი შეფუთული სიტყვა დაჩასი და მარგარინის და სპრედების. დაჩა ხო რას უშვებოდა შენს ორგანიზმში, რომ შეყვალ ჰიპერმარკეტში და ესე ფაზდაკლებაში როდევს ჩემ ხელა შეყვრა.
რომელსაც მარხვისას ჭამ. ეხლა წარმოვიდგინე, რომ ამაში არის გარეული დაჭა, ოღონდ მიკრონიზებულ ფორმაში ყავასთან ერთად. ყველაზე ცუდი რამე, რაც კი შეიძლება ყავას კომბინაციით შეუთავსო, არის ტრანსხიმები. იმიტომ რომ თუ შაქარი არის ენერგიის გიჟი მოლეკულა, რომელსაც იტყვი რომ დამაცადე თორნიკე რა დავლევამ ჯანდაბა ლატეს, სადაც 14 გრამი შაქრები ან მაკაფეს და გავიქცევი მარათონს ვირბენ. კი ბატონო, თუმცა თუ ყიდულობ და მე სამსახურს დღეს აგრძელებ, თვალკახს არ უშობი ორგანიზმს, მაგრამ შაქრების რეგულაციაში მოყვები. აი, რასაც ვერ არეგულირებს შენი ორგანიზმი და ევოლუციურად, არანაირი გზა არ გაქვს, რომ ტრანსხიმები მალე მოიშალო, არის სწორედ ტრანსხიმები. ეს გამოც შენი უჯრედის ბლანტი კედელი, რომელმაც ბევრი რამე უნდა გაატანოს, უფრო მყიფდება, იწვევს ანთებით პროცესებს, დნმ-ის დონეზე ჩადის და იწვევს ისეთ ცვლილებებს, რის გამოც ტრანსხიმები არის ყველაზე ცუდი, რაც უნდა მოვირჯოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ შტატში აკრძალულია და ჩვენთან ცალკე ხო შემოდის დაჩა ონა და ეგეთები. და უკვე თურმე ყავებშიც გამიგიეს. აი ვის მოაფიქრდა ტრანსხიმის გარევა ყავაში? თორნიკე პერსონალზე მოწვევს მაგისტრი ხარ სიმშვიდე გმართია. ჩემი გაგიჟება ტრანსხიმებს არ ეყოფოდა და კარამელ ლატე მოიფიქრა რომ შაქრების გარდა მალტოდექსტრინი დაემატებინა, რომელიც გლიკემიური ინდექსით ცდება გლუკოზას. ანუ წარმოიდგინე, ამან ხომ მოიფიქრა იმ ინტენსმა, რომელიც დალეულია უკვე, რომ ხელოვნური დამატკობრები გაუკეთა სიმძაფრის, რომ ამან მალტოდექსტრინი გაუკეთა, კიდევ უფრო უარესი შოკი, ტრანსხიმები ამაშიც არის მეგობრებო. ამიტომ არ ვიცი რა უნდა გითხრა, თუ ყავის დალევა გინდა. ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ესეთი მარცვლობრივი სტრუქტურის ხსნადი ყავა ვნახო. სხვა შემთხვევაში ჯანდაბას ნესკაფე ძალიან მწარე გემოიქნება და ანტიოქსიდანტები მასში არ დაგხვდება, მაგრამ აი ამ სამში ერთებს ფასდაკლებით, რომელიც უფრო ძვირი გიჯდება, ვიდრე რეალურად ხარისხიანი ყავა იქნებოდა მთელი თვე რომ გადაგენაწილებინა, თავი დაანებე რა. ეხლა ჩემი სიტყვის არ უნდა დაიჯერო, იმიტომ რომ სოციოლოგიაში 1000 სულელს ნახავ, ამიტომ აქვს მინი კურსი შენთვის, სადაც ყავის შედარება დაგხვდება ერთმანეთში, ტრანსხიმების რაოდენობა, შაქრების შედარება და რანკინგი. ამის გარდა მოგიყვები ყავის იმ სასწაულებზე, რის გამოც ყავის დიდი მოყვარული ვარ, გირჩევ, რომ შენი ცხოვრების ნაწილიც იყოს, თუ გიყვარს და არ შეგაშინოს, არ დალიო ყავა კალციუმს გამოგაცდეს. შეშინებებმა წაიკითხე მინი კურსი, დაასკანერე ეს QR კოდი ან გადმოდი ლინკზე აღწერაში. შემოგიყვანთ ფორმაზე, შეავსებ, დაიკავშირდებით და გადმოგიყვანთ მინი კურსების პლატფორმაზე, სადაც არის ამ ყავების გარდა ბევრი სხვა მინი კურსი დაგვხვდება, რომელიც აუცილებლად გეხმარება ჯანმრთელობის გზაზე. ჩვენ ლინკის მომდევნო მხარეში ხვდებით.